აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება კიდევ უფრო მკაცრდება. ცვლილებებით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მკვეთრად იზრდება ჯარიმების ოდენობა. ბაზრის ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც სანებართო და სალიცენზიო პირობებს დაარღვევს, ბევრად მეც გადაიხდის. დაკისრებული ჯარიმის გასამაგების ნაცვლად შესაბამისი ნებართვის საერთოდ გაუქმებას გამოიწვევს სანებართო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა. მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას სექტორის უფრო ეფექტიანი რეგულირებით ხსნის, თუმცა ასე არ ფიქრობენ ბაზრის მოთამაშეები და პრიორიტეტად სხვა პრობლემები მოგვარებას ასახელებენ. Როგორ ხდება სექტორი დაანონსებულ ცვლილებებს და არის თუ არა გამოსავალი ჯარიმების ზრდაში. შალვა სუმბაძე გიამბობთ. სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონში შედის, რომლის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოხდა. უფრო ზუსტად, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარით განისაზღვრება. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ კი დარღვევების ჯარიმის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარით განისაზღვრება. დაახლოებით ამდენჯერვე გაიზარდა ჯარიმები სხვა ტიპის სათამაშო ბიზნესის მიმართაც. ავტორების განმარტებით ამჟამად მოქმედი სანქციები ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას. ეს პროექტი ძირითადად ჯარიმებს მოიცავს და ზოგიერთ საგამომავლო ხარვეს აასწორებს, რომ სათანადოდ იყოს თქვათ ჯარიმა მოთხოვნილი დარღვევის შემთხვევაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან 2005 წლიდან არ იყო შეცვლილი კონკრეტულად ეს მაჩვენებლები, ჩვენ ვათანასწორებთ და არის სხვა ჯარიმების სადაგი. შესაბამისად ველოდებით, რომ შესაბამისი დადებითი შედეგები ექნება მას საზოგადოებისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის. ბუნებრივია ცვლილებები მიუღებელია თავად სათამაშო ბიზნესისთვის. ასოციაციაში ამბობენ, რომ რამდენჯერმე ჯარიმების გაზრდა რეალურ შედეგებზე ვერ გავა. მათივე მტკიცებით, მთავარი საზრუნავი ბაზრის უკანონო მოთამაშეებთან ბრძოლა უნდა იყოს. ელემენტარული ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მოყვეს სალიცენზიო წესების დარღვევას, ან ტექნიკური ხარვეზის გამო, მე ვთვლი, რომ ესეთი ტიპის ჯარიმები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. უფრო სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნებოდა თუ თავის ძალისხმევას მიმართავდა კონკრეტულად არალეგალური ოპერატორების ბრძოლისკენ, რაც დღესდღეობით რეალურად ლეგალური ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. რაც შეეხება ლუდომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციებს, ისინი ამტკიცებენ, რომ ცვლილებები და გამკაცრებული რეგულაციები მხოლოდ ნაწილია იმ სამუშაოსი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გასწიოს. მათივე თქმით, აუცილებელია თამაშდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს. ვინაიდან და რადგანაც პირომ პრობლემა არის მრავალწახნაგოვანი. ის მოიცავს როგორც დავუშვათ სოციალურ ასპექტებს, ისე ფინანსურ ასპექტებს და ერთდროულად ეს საკითხი ეხება რამდენიმე უწყებას და სამინისტროს.Იდან გამომდინარე, სასურველია და აუცილებელიც მეც ასე ვიტყვი, არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას ამ პრობლემის მოგვარებაზე და იქნება ერთგვარი დირიჟორი ამ პროცესში. როდესაც ვხებულობთ და საკანონმდებლო სიახლეებს, უნებრივია ჩვენ ვიცოდით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეულ შემთხვევაში და არა უმრავლეს შემთხვევაში შეეცდებოდა პირები, ვთქვათ, მეგობრების თუ ახლობლების დახმარებით მაინც ჩართული იყვნენ პროცესში, თუმცა მთლიანობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ინტენსივობის მაჩვენებელი და თუ რამე ახალი სიახლე იქნება განსახორციელებელი, ტექნიკურად მოსაწესრიგებელი, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ ამისათვის და გავაგრძელებთ მუშაობას. საკითხზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს. თუ გავითვალისწინებთ საკითხის მიმართ დეპუტატების დამოკიდებულებას, უმრავლესობა კანონ პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერს.